2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ახალი წლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასი იზრდება. კერძოდ, პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 16,000 ლარი იქნება. ამ დროისთვის ისინი 14,600 ლარს იღებენ. რაც ეხება მინისტრებს, მინისტრი 13,600 ლარს მიიღებს. მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი 12,000 ლარი გახდება. მინისტრის მეორე მოადგილის კი 10,585 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ყოველთვიურად 14,720 ლარს აიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კი 14,400 ლარს. ფრაქციის თავმჯდომარე 13,600. პარლამენტის დეპუტატის ხელფასი 12,800 ლარი იქნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ყოველთვიურად 13,600 ლარს აიღებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე 13,600 ლარს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების ხელფასი 9,600 ლარი იქნება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების მოადგილეები კი 8,000 ლარს მიიღებენ. რაც ეხებათ მოსამართლეებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 16,000 ლარი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 14,720 ლარი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე 14,400 ლარი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები 13,600 ლარი. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე 13,440 ლარი. სააპელაციო თავმჯდომარის მოადგილე 13,280 ლარი. სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე 13,120 ლარი. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 12,960 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 13,120 ლარი. სხვა სასამართლოების თავმჯდომარე 12,480 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე 12,480 ლარი. სხვა სასამართლოების კოლეგიების თავმჯდომარეები 12,000 ლარი. მოსამართლე 11,520 ლარი.